ერთხელ მაშინ შეყვარებულები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე და რუსთავში ცხოვრობდა და დავტოვე რუსთავში. და სახში რომ უბრალოდ მანქანიდან რომ გადავიდა აღმოვაჩინე რომ მანქანაში კალია მყავდა. და გადმოხვდი მანქანიდან. და მე ლელა ეძებდა მანქანაში კალიას რომ გაიგდო რომ მე ჩავჯდარი ყავი შიგნით. და ერთხელ სახში შემოგვიფრინდა და მე ჩემ ძაღლთან ერთად ჩავიკეთ იმაში აბაზანაში და ვეძახდი რომ გაიგდო. საყვარელი საჭმელი ესე გამორჩეულად ქართული სამზარეულო მიყვარს ძალიან. მიყვარს კარგი სტეიკი, სუში, ბევრნაირი. ხილკნის ეკორდი ბევრი არა, მაქვს 26 წელი. პრეს კონფერენციაზე რასაც ვეუბნებით, ძირითადად ისე ვფიქრობთ ხოლმე რა უთხრათ და უშუალოდ ადგილზე სპონტანურად ხდება რაღაცები. პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ 20 წლის ასაკში დავიწყე ფიტნეს დარბაზში ვარჯიში. იმ ფიტნეს დარბაზის მეპატრონი აღმოჩნდა კლავჭიდელი, ლადო ხოციშვილი და ასე ვთქვათ, რომ შემოხედა მითხრა რომ ძალიან მაგარი მონაცემები მქონდა კლავჭიდისთვის და დამაწყებინა ვარჯიში მეც დაუჯერე ასე ვთქვათ და აქედან დაიწყო ეს ისტორია. ამ გამარჯვების უკან დგას ძალიან დიდი შრომა წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა ისიც რომ ძალიან კარგი გენეტიკა მაქვს ამ სპორტისთვის, ასე ვთქვათ, მართლა დამაჯილდოვა და გამოვიყენე მაქსიმალურად იმის მიუხედავად რომ ასაკით უკვე დიდი ვიყავი, როცა დავიწყე ვარჯიში 20 წლის ვიყავი. საკმაოდ მალევე მოვახერხე ავტორიყავი სოფლის ჩემპიონი და რა ვიცი ჩემი აზრით ყველაზე როგორ თქვა როცა ადამიანს ფიზიკური მონაცემები აქვს რაღაცა სპორტის და თუ ამას თან დაურთავს ძალიან დიდ შრომას შედეგი გარანტირებულია ჩემი აზრით. ყველაფერს ძალიან ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა, როცა იცი რომ შენი ქვეყნის სახელით გადიხარ და როცა იცი რომ მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის რაც მაძლევს мотиваციას, რა, იმიტომ რომ სპორტული ინტერესი ფაქტიურად უკვე აღარ მაქვს, ანუ ის რომ რაღაც მიზანს მივაღწიო, იმიტომ რომ ყველანაირ მიზანს მივაღწიო უკვე. მარტო გამარჯვებას არ ელოდებიან, უპირობელ გამარჯვებას ელოდებიან, მაგალითად 6 რაუნდიანი შეხვედრა რომ აქვს, ელოდებიან რომ 6 თრონს მოვიგებ, ანუ ერთიც რო წავაგობს, რო წავაგებ. არ 5-1 რომ მოვიგო დავარცხება. რა ვიცი ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. მაგრამ ამავდროულად მიბიძგებს რომ არ მოვდუნდე და მომზადების პერიოდში მაქსიმუმი ჩავდო და იმაზე მეტი ვიდრე ასე ვთქვათ შემიძლია. ხალხი ძალიან მალევე შემარქვეს, როცა დავიწყე კლავჭიდის დარბაზში ვარჯიში, ძალიან სწრაფად გამეზარდა ხელები და იქ ვიღაცამ დამიძახა და მე ასე ვთქვათ ყველა მაიტაცა და ესე რაღაცნაირად ყველამ ერთი და იგივე სახელი დამიძახა და რაღაცად შევითვისე ეს სახელი და ნამდვილად არ მაღიზიანებს პირიქით სასიამოვნოა. ხასიათებითაც ვყავარ ხალხს. მომწვადები ხოლმე მე მობრაზდები მწვადები. ყველაზე ესეთი დიდი გამარჯვება პირველი იყო ჩემი 2012 წელს, როცა დაახლოებით 2 წელის დაწყებული მქონდა ვარჯიში საქართველოს ჩემპიონატზე, მოქმედ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს მოვუგე ფინალში ერთი გადაწევა, ანუ წაგებით ვიყავი გასული და ორჯერ უნდა მომეგო რომ ჩემპიონი გავხდარიყავი საქართველოსი და ერთი მოვიგე და მე მომიგო და ანუ ეს ერთი გამარჯვება იყო, ასე ვთქვათ, აი დღესაც მახსოვს რომ იმდენად წარმოუდგენელი და დიდი სიხარული იყო რომ სულ რაღაც 2 წლის ნავარჯიშებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მოვუგე.
თუნდაც ერთი გადაწევა ეს ძალიან დიდი თავდაჯურებულობა მომცა და ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რომ მან მივხვდი რომ მართლა შეიძლება დიდი წარმატებების მიღწევა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ პირველად რომ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი შემდეგ ტოპ 8 მოვიგე ეგეთი ტურნირი იყო 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს ისი მოქმედი ჩემპიონიც ვარ ეს 3 ტიტული რა East and West-ის ასე ვთქვათ ჩემპიონობის კამარი გაცნობს მაგრამ ყველაზე ესეთი თბილი რა თქმა უნდა პირველი მსოფლიო ჩემპიონობა ვარჯიშზე მივიღე ტრავმა 2 წლის წინ და აი იყო ყველაზე ესეთი მომენტი მაგ ტრავმის შემდეგ ანუ ეს დაბრუნების პროცესი იყო ყველაზე ასე ვთქვათ გარდამტეხი რა იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ დაუბრუნდებოდი იმიტომ რომ ანალოგიური ტრავმა მივიღე 2018-ში მარცხენა ხელზე და ვეღარ დაუბრუნდი მარცხენა ხელს ანუ ვეღარ წევ და ანალოგიური დამემართა მარჯვენაში და ანუ ეს პერიოდი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ჩემი მეუღლე მეხმარება ძალით დავყავდი ექიმებში და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი და მეგობრები რა თქმა უნდა. ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ეს ამას ძალიან ბევრი წელი დასჭირდა დაახლოებით რამდენი წელი გამოდის. დაახლოებით 10 წელი დასჭირდა რომ ანუ ასე ჩემი ასე ვთქვათ პირველობა მარტო ფურცელზე არა ხალხ ადამიანების გონებაშიც ასე ვთქვათ და ის რომ ყველას უეღიარებინე დაახლოებით 12 წელი დაჭირდა ყველაფერს რომ საბოლოოდ ანუ კითხვის ნიშნები ყველას გაქრომბოდა. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან შრომატევადი. თან მაგ პერიოდში შეჯიბრისთვის მომზადებოდი. 2 თვე მქონდა გადაღებები და თან ვარჯიშობდი, თან გადაღებები მქონდა, მოკლედ არნოლდ შვარცენეგერით ვიყავი. სიც ეგრე იყო და დილით უბრალოდ გადაღების მერე ვარჯიშობდი, მე დილიდან გადაღებები, მე საღამოს და ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ რა ვიცი გადაღებებს ძალიან მიღლებოდი დაახლოებით დილის 5-დან საღამოს 6 საათამდე ექსერცise ვიყავით ხოლმე და ძალიან რთული იყო. ეს სპორტი საქართველოში ადრეც ძალიან პოპულარული იყო, თუმცა ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ბუმია პოპულარულობის ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის, ძალიან პერსპექტიულები. ისე სამოყვარულო დონეზეც ძალიან ბევრი ვარჯიშობს, ძალიან უყვართ ეს სპორტი და ერთადერთი საწყენი ის არის, რომ აი ფედერაცია არის ისე რაღაც გაურკვეველ და ცუდ მდგომარეობაში და ამ ინტერესს და ამდენ სპორტსმენის ინტერესს ასე ვთქვათ ჯერჯერობით ფეხს ვერ უბავს რა. ეგ არის საწყენი, თორე ისე სპორტსმენები ყოველთვის ძალიან მაგრები ყავდა და ეხლა კიდევ უფრო განსაკუთრებით, იმიტომ რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ სპორტით. რა ვიცი, როგორც დაუმარცხებელი ყველა დროის საუკეთესო კლავჭიდელი.